მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო მაყურებლებო. გაგიმარჯვე ჩემო ჯიგრებო და საყვარლებო. მოკლედ დიდი მადლობა, აი პირველი გამოხმაურებებით წამოვიდა უკვე კომენტარებში, უკვე არის დისკუსია, უკვე თემაც ჩაგვიგდეს, რაზე უნდა ვისაუბროთ. დღეს გარდა იმ თემისა, რაც ჩვენ ისედაც გვქონდა აღებული, მაგ თემის გარდა კომენტარში მოითხოვეს, რომ სათამაშო ბიზნესზე და ზოგადად ამ აზარტულ თამაშების ირგვლივ გაშალეთო თემაო და შევეცდებით კი მაგ თემაზე და მე განათლების თემა ორი თემა გავშალოთ დღეს. ხო, აი ეს თემები გვექნება დღეს განსახილველად და ძალიან საინტერესო არის მე მგონი. აზარტული თამაშები მით უმეტეს, მაგრამ რა არის იცი ლაშა, აი ძველად მაგალითად იყო იმის საშუალება რაღაც მხრივ რა რომ მაგათ შეკვეცო რაღაცა შეუქმნა აზარტულ თამაშებს, მაგრამ მას შემდეგ რაც ახლა უკვე პრაქტიკულად ონლაინ გახდა ეს აზარტული თამაშები, ხო? ძალიან რთულია რა ადამიანი შევა იმაში, რა ქვია, კომპიუტერით და ნებისმიერ ადგილას ითამაშებს რა. ხო, კი ბატონო. ანუ დღეს აღარ არის საჭირო ის, რომ აი მაგალითად ტოტალიზატორში მივიდეს, კაცი ბილეთი დაწეროს. ან მაგალითად კაზინოში მივიდეს და იქ რულეტკაზე ან რაღაცა ბლეკჯეკზე პოკერი ითამაშოს. ეს არ არის რა, ანუ არ არის საჭირო. ხო, აი ხა საქმე რაშია, ყურეთ, ჩვენ რო ამ თემაზე მოვითხოვთ, თქვათ, რეგულაცია სახელმწიფოს მხრიდან და რაღაცა გასაგებია, მაგრამ აქ არის მეორე ფაქტორი კიდე რა, რომ გარდა საქართველოსი ეს ონლაინ კაზინოები და ონლაინ თემსოფლიოში არის. და თამაშობ. მაგას ეგ იმას ნიშნავს, რომ ფაქტიურად ინტერნეტი გათიშეო უნათხოვო მთავრობას, ხო? ეხლა რაშია იცი საქმე, თან მაგალითად თვითონ კაზინოს თემა რო ავიღოთ, ხო, არის რაღაცა ესეთი რეგულაცია მონაკო, ხო, ეხლა ნუ ასეთი სახელმწიფო რაღაცა სწავლდება, ხო, უდიდრეს. თავის მოქალაქეებს არ აძლევს უფლებას, რომ შევიდნენ და კაზინოში ითამაშონ რა. მონაკოში ასეთი წესი. ასეთი წესი არა, ზუსტად ვიცი რა. ასეთი წესი არ აძლევს უბრალოდ რა. ნუ მე არ ვიცი ხა მონაკოში ნამდვილად არა. არა, წესია მე ვისაუბრებ. მაგრამ გავაცანი აი ამერიკაში მაგალითად ნიუ-იორკში. კი. ში ქალაქში, ნიუ-იორკში არ არის არის თუ ნიუ-იორკში, ამერიკაში ერთი მე როგორც ვიცი, ლას-ვეგასი ეს მთავარი, ჩიკაგოში ერთი კაზინო და თუ არ ვცდები ატლანტიკ სიტიში, ატლანტიკ სიტი არის კაზინოების ქალაქი, ლას-ვეგასია კაზინოების ქალაქი, მაგრამ საქმე ამაში არ არის, მე ისიც ხმარი. რა არის ყველა ბაზრობასთან ის რაღაცა ჩამოსაწევი აპარატები როა და კაცმა კიტრი გაყიდა და მე წავიდა და ამ აპარატზეა მიჯაჭული, ეს წესით ხო? მე თუ მკითხავ, საერთოდ დედაქალაქში კაზინო არ უნდა იყოს. კი ბატონო. აი მაგალითად ნიუ-იორკში, ქალაქ ნიუ-იორკში, არა. გადიხარ, ქალაქს გაცდები, ანუ ნიუ-იორკს გაცდები, ბრონქსის ბოლოში არის, ბრონქსიდანაც რო გადიხარ, upstate ნიუ-იორკისკენ, აი მანდ არის ერთი კაზინო და აქეთ არის კიდე ლონგ-აილენდისკენ ერთი კაზინო. რა არის, იცი, აი კაზინოს თემის, თვითონ აი კაზინოს თემის მოგვარება, რომ აი კაზინოში მაგალითად იცი რა, კაზინოში შედაც არ უშვებენ არასრულწლოვანს. ხო, არასრულწლოვანს არ უშვებენ, ხო, აი მაგაზე არ არის. საქმე იმაში არის. მაგრამ მარტო აკრძალვაზე არ არის, აი მაგალითად არის ხშირად აი იციან ხოლმე, თქვა რომ მოდი ახლა ავგზავნოთ კაზინო, გამიგე? ამით თამაში არ შემცირდება რა. არ გეტყვი რა შემცირდება ერთადერთი. რაც მაგალითად მეორე მხრივ რო ვიღოთ, ქვეყნისთვის ნახდად არ არის კარგი რა. დღეს საქართველოში ჩამოდის თურქები, არაბი, ჩინეთი, ჩინელი ისინი და ძირითადად კაზინოები რო ავიღოთ, აი რასაც კაზინო ქვია რა. ხო, ანუ სოლიდურ თანხაზე სადაც ვისაც უნდა რომ იცი რა ის კი არ უნდა ინტერნეტში დაждდეს და რაღაცებს უყუროს რა. მე თამაში იყოს ჩართული და თან დიდი ფული დახარჯოს. ხო, ძირითადად აი ეს გამოაკლდება ქვეყანას რა. თორე ესე იგი ის ვინც რაც ფული არ აქვს, ისედაც ვერ თამაშობს რეალურად. და აი პრობლემა რაშია? და რა მოხდება, ნახე, მე კიდე ეს გადაინაცვლებს, აი მაგ როგორც რუსეთში აგზარეს კაზინოები. აგზარეს რუსეთში კაზინოები. მაგრამ აი ეს ვიხმარ ამ სიტყვის ჟარგონს, პატპოლნი კაზინოები და გაძეძგილი. და მე რა ხდება უკვე? ხელზე მაზაობა და ის გარჩევა უფრო მეტი პრობლემის მომტანი. ამიტომ არის მთავარი სისტემურად უნდა ამ საკითხს მიდგომა რა. პირველი რაც ყველაზე მთავარია, აი ჩვენ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ აი ნარკოტიკებზე, ხო და იქ თქვით რომ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მაგალითად ნარკოტიკებისგან განთავისუფლდეს კაცი, ხო? აი ჩვენ თქვით რომ ახაც საჭიროა სპორტ დარბაზი რაღაც, ანუ შენ როცა რაღაცას კაცეუნები რომ არ ითამაშო, ხო? ეს ძალიან ისეთი
თემა არანაკლები ნარკომანიაზე რა. კი, აბარა. ხო, არანაკლები ნარკომანიაზე, ხო? კაცოები არ ითამაშო, რაღაც უნდა შესთავაზო, გამიგე. როდის იწყება ეს თამაში, ხო? როდესაც კაც მაგალითად სამსახური არ აქვს და ფიქრობს, რომ ეხლა მე აი $100 ვიშოვი სიტყვაზე და მოვიგებ 1000, ან 2000, ან 3000. ანუ ჯერ პირველ რიგში უნდა ჩვენ აუხსნათ საზოგადოებას ერთი რამ. რატო არის მაგალითად რიგივე ამერიკაში იმაში არ ზარალდება მოსახლეობა? იმიტომ რომ აი რომ მიდის ის იმ ლას-ვეგასში, მიდის გასართობა. იმან იცის რომ იმ მაგალითად $500 აქვს თუ ვიღაცას 10,000, ვიღაცას მილიონი. მაგრამ ეს მილიონი რო აქვს, ესე იგი იმას მილიარდი აქვს რა საერთო ჯამში, ხო? ის მიდის გასართობა და ჩვენთან როგორ მიდის ლაშა? ჩვენთან სამწუხაროდ 99% კაცი ტოტალიზატორში იქნება თუ კაზინოში მიდის რაზე რომ აი ფული არ აქვს. რაღაცა გაყიდა და ამითი უნდა რომ გაკეთდეს ხო და შანსი არა სანამ ჩვენ ჩვეულებრივად საზოგადოებას ჩვენ ვერ არ აუხსნით იმას რომ კაზინო ეს არის იგივე გასართობი კლუბი როგორც რესტორანი სადაც შენ ფულს არავინ არ მოგცემს ეს არის ჩვენ როგორც რესტორანში რომ მიდიხარ და იცი პირდაპირ განსაზღვრულად რომ დღეს $500 მაქვს და უნდა დავხარჯო რა და დაპატიჟებული მიყავს 3 კაც ხო ასევე უნდა იცოდეს და საზოგადოებამ უნდა ეს გაიაზროს რა რომ კაზინო არ იხსნება იმისთვის რომ ვინმე ფული წაიღოს იქიდან კაზინო გაიხსნა თავიდანვე გასართობად და თუ არ გაკაც ფული ხო ну არ უნდა გაერთო რა ხო ну ეს ერთი პრობლემა ეხლა ჩვენ რაც თქვი აბსოლუტურად გეთანხმები იმაში რომ კაზინოში როგორც ასეთი ხო ანუ აი დაწესებულებაში არ დადიან რა ეს არასრულწლოვანები ჩვენ ახლა ლაპარაკი საუბარი გვაქვს იმ 25 წლამდე ვერ დადიან არასრულწლოვან ადამიანებზე რომლებიც აი ესე იწყებენ გონიათ რომ ისინი რაღაცას ამითი ფულს მოიგებენ და მერე ეხვევიან დიჩარში მერე მიდის ისა რომ სახლიდან გამოიტანა რაღაცა გაყიდა ისქნა მოიპარა ყველაზე უარეს შემთხვევაში და ასე შემდეგ მე ყველაფერზე მიდის კაცი კი აბსოლუტურად დაიფაროს რა ეს არის ნარკომანიაზე ესეთივე საშინელი დაავადებაა რომ კაც თამაში უნდა იმიტომ რომ ადრენალინს შეიცავს რა თქმა უნდა ყველაფერი რაც ადრენალინს შეიცავს არის დამოკიდებულებადი მე ეს იწვევს დამოკიდებულებას და ვეღარ ეშვები, იმიტომ რომ აი ეს ემოციები, რასაც იქ ხარჯავ, ამ ემოციებს ირგვლივ ვეღარაფრიდან ვეღარ იღებ, ისეც როგორცაც იქ განიცდი და მე აი სიცარიელი შეგრძნება და ასე შემდეგ. ეს უკვე რთულ ფორმაში დამოკიდებულებაზე მაქვს ლაპარაკი და ეს რთულ თამაშების მიმართ მალევე დგება ლაში. ძალიან მალე დგება. და თან მით უმეტეს როდის იცი აი ადამიანი რომელიც ფიქრობს რომ აი იცი რა ეხლა აი არა მაგ და იქნებ და მე სულ კანუკან მოდის რა აი ერთხელ ამას გაყიდის ჯერ მე იმას გაყიდის მე იმ ბიძას მოპარავს მე ბებიას მე ბაბუას ხო და ნუ აი სრულ ჭაობში ეფლობა რა ეხლა საქმე რაშია უკვე კიდე ეს როგორც თქვით რა ჩვენ რომ ეს არ არის მარტო კაზინოებთან მიმართებაში და რაღაცა ეს ყველანაირ სახის აზარტულ თამაშებს ეხება რომელიც დღეს ხელმისაწვდომი გახდა უბრალოდ ელემენტარული მობილური ტელეფონიდანაც კი შესაბამისად აქ კონტროლი სახელმწიფომ ეხა მაშინ იმას ვეუბნებით ხალხს რომ იცი რა მოდი გათიშე ინტერნეტი ხო არა მე რა არის ნახე რა იცი ქართული თქვათ გავაუქმე ქართული გათიშული აქვს ინსტაგრამი გათიშული აქვს მაგალითად მთელ რუსეთში ხო მაგრამ მთელი რუსეთი შესულია რა კი კაცო იგი შეცვალა IP ადრესი რაღაცეები 1000 რუსულად თქვათ გადაიყვანა გადმოიყვანა და დამთავრდა მაგითი ლაპარაკი ყველაზე მთავარი ვფიქრობ აი სათამაშო ბიზნესზე კიდე ეს არის აი ყველაზე მთავარი არის ჯერო ჩვენ აი თავშივე უნდა პრევენცია რას ნიშნავს ხო თავშივე უნდა ადამიანებს აუხსნათ ის რომ ეს არის გასართობი არა ეხო აი ამით აი ძალიან იცით რატო რომ თუ ადამიანი როგორც კი ამას მიხვდება რომ ეს გასართობია ეს არ არის ფულის მოსაგები ეს არის ჩვეულებრივად აი ეს არის კარგად არის რა შენიღებული რომ აი კაზინო მოდი მოიგე ვერ იგებ გააგებ საერთო ჯამში აბსოლუტურად საერთო ჯამში ხო დღეს შეიძლება მოიგო მე იმას კი არ ვამბობ რომ ყოველთვის კი არ წააგებ მაგრამ დღეს რომ მოიგებ ისე სხვათა შორის ყველაზე მეტად ვის უმართლებს იცი და ვის გაუმართლა აი არა საერთო ჯამში ვის გაუმართლა იცი ვინც პირველად შევიდა კაზინოში და წააგო
და ის აღარ მიდის მე. ვინც პირველად იგებს კაზინოში, აი ის არის მე ვსო დაჭერილი რა, როგორც იტყვიან. ხო, ახლა მეორე მომენტი არის აქ რა. იცი რა კონტროლს რაც შეეხება, ახლა ჩვენ ვილაპარაკეთ, შეიძლება გათიშოს საიტი. მაგრამ ეგრე გათიშეს აჭარაც, რაღაცეები, აი კინოების ისინი რა, ამ კავეამ და იმეებმა მონოპოლიის ჩაგდება რომ სადეს თავიანთ ხელში და რაღაცა გათიშეს ეგრე რა, აჭარა რაღაცა. მაგრამ მაინც უყურებს რაღაცა, მაგრამ გამოიგონეს ეხა იქ რაღაცა გადმოწერ რაღაცა პროგრამა, ის შეუცვლის VPI-ს ის რაღაცა და ეს მარტივად ეგრე ლარდება. პრაქტიკულად ყველა პროგრამები კაცო ესე იგი გატეხილია და 1000 და დაწყებული. ნუ ესე მარტივი ანუ მე იმის თქმა მინდა ჩემო ძვირფასო მაყურებლებო რომ ინტერნეტ სივრცეში ამ ყველაფრის კონტროლის დაწესება ან ამ ყველაფერზე მთავრობას მოთხოვო ის რომ ეხა შენ გააუქმე ის და აბლოკინე თუ ასე ქენი თუ ისე ქენი გააკეთებენ კი ბატონო შეიძლება არ იქნება ეფექტური არ იქნება ხო აი დაბლოკავენ რაღაცა იმას მაგრამ ჩვეულებრივად როგორც აქვე უნდა გაუსვათ ხაზი რა შეიძლება ამას მოყვეს კიდე ამას აუცილებლად მოყვება მე როგორც აი რო იდგნენ ეს მაზავშიკებს რო იძახიან ხელზე თამაში და ამას მოყვება მე გარჩევა ქურდული დაჭრა ჩხუბი უბედურება ჯანდაბა და ეს თამაში მაინც იქნება ერთადერთი არა იქნება რომ ბიუჯეტში რომ უნდა რაღაცა ხო შედის ბიუჯეტში და ნუ საკმაოდ დიდი ფული შედის ისიც არ შევა რა და ეს ფული და ეს თამაში კიდევ უფრო ძიმე ხასიათს მიიღებს რა. ამიტომ ვამბობ მე რომ ჩვენ ერთადერთი რაც უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას, ხო, უნდა მოვთხოვოთ ის რომ ამ საკითხზე დღეს უნდა დაიწყოს მუშაობა და უნდა დაიწყოს ეს საგანმანათლებლო მუშაობა უნდა დაიწყოს და კიდე რაც ყველაზე მთავარი როგორც ნარკოტიკზე ვისაუბრეთ რა რომ ესე იგი ჩვენ უნდა რაღაც გარემოებები შევქონათ რომ ყოველთვის საიდან იწყება ეს ნარკომანია იქნება თუ თამაში იქნება კიდე ერთხელ ადამიანი როცა არის უსაქმურად ზოდის იწყებს ადამიანი ქურდობას მოპარს უსაქმოდ დასაქმებულ ადამიანში ხდება ესეთი რამე მაგრამ პროცენტულობა გაცილებით ნაკლებია რა და აი ამაზე უნდა იმუშაოს ხელისუფლებამ რომ ახალგაზრდას გასაქანი კონდეს რაღაც სამსახური კონდეს რაღაც მეორე იყოს დაკავებული მეორე თემა არის აბსოლუტურად გეთანხმები და თქვი ახლა შენ აჩიკო და კიდე ის არის რომ სახელმწიფოს რა უნდა მოსთხოვო როცა საკუთარ მშობლებს არ აქვს შვილებთან მიმართებაში რაღაცა ელემენტარული კონტროლიც კი ეს კატასტროფა გამიგეთ იმიტომ რომ მიცა ტელეფონი მოიშორა ბავშვი იმას კარტა დაუმზადა რომ ბავშვმა ის იყიდოს გამიგე რაღაცა პონჩიკი იყიდოს მითი რა ქვია გაიგე კარტა აქვს ტელეფონი აქვს აპლიკაცია ეგ არის გადმოიწერა დაინსტალირა ჩაწერა შეიყვანა ბარათის ანგარიში სახელდაგვარს არ დავასახელე ბები ამისის აი პირადობით თუ პენსიაზე გააკეთა ესე იგი რაღაცნაირად რა ეს ონლაინ რა კაცო იქნებ ხო არ გაკონტროლებენ გააკეთა პენსიაზე სესხი და მე ეს სესხი წააგო რა და ეს ხალი რომ მივიდა რომ იფიქრა რომ რაღაცა პენსია უნდა გამოეტანა პენსიის გამოტანა კი არა და ვალი ქონია რაღაც 3000 ლარი ხო და ჩემო კარგებო ეს თამაში ხა სრულწლოვან ადამიანს ამაზე რომ ელაპარაკო ეხა შენ რო იცი რა მოდი რა ნუ თამაშობ თუ რაღაცა ხო ეგ სხვა არის მაგრამ ის რომ აზარტული თამაში ცუდია ამაზე მთავრობასთან ერთად და ყველასთან ერთად მშობლებმა ჩემო კარგებო სახლში მშობლებმა უნდა იმუშაოთ ამასთან აი მშობლების ფეხზე კიდია გეთანხმები 80% მიცა ტელეფონი უკიდა გაიგე შვილი მოიმადლიერა ტელეფონი მიცა ის არანაირი კონტროლი რას უყურებში ამ ტელეფონში რას აკეთებს ამ ტელეფონზე ხო გონია რომ ევროპაში ვაიმე ესე თავისუფლებაა და ისა ხა ჩამოსული ერთი ადამიანი იმის სახელზე გვარსაც ეს ხარ დავასახელებ ხო და უღლე გერმანელი თვითონ ესე იგი ქართველი ეს გოგო ხო და შვილს ტელეფონი რო ეჭირა ხელში რაღაცა გახდა 10:30 თუ რაღაცა იყო საათნახევარი აქო დღესო ლიმიტი ამოიწურა და გამოართვა ეს ტელეფონი მე რო უთხრა შენ 11 საათზე უნდა დაიძინო გამოთქმევაც არ უნდა არა პროგრამა არსებობს იყენებ ტელეფონში გამოართვა გამოართვა თან ხო როგორია ვიღაცას ევროპაში ახლა მიდი და ბავშვები არიქა რასაც უნდა იმას აკეთებენ და თავზე გადადიან ნურავს უკაცრავად არ იფიქრებს გავსი არაფერი არ ხდება სრული კონტროლის ქვეშ არიან რა და ის სხვათა შორის აი ჭკვიანები ვინც არიან ძალიან ცუკენბერგები და ისინი ხო ნახეთ ერთი შვილებს საერთოდ ისინი ტელეფონები აქვს მე იმას კი არა რომ ბავშვს ტელეფონი არ უნდა ქონდეს ანის მეორე მხრივ იმას
ესე კი არ გავდივარ, კონტროლებაა საჭირო. კონტროლია საჭირო. აი ისლანდიის მაგალითი ავიღოთ. ისლანდიაში 35 წლის უკან ისლანდია იყო ყველაზე ერთ-ერთი ისეთი კრიმინალური ქვეყანა. ბულინგი მიდიოდა ახალგაზრდობაში, იმაში ძალიან მომეწონა შენი აზრი რა, ეხლა რომ წარმოთქვიეს. მე ვფიქრობ აუცილებელია ქვეყანაში აი გუშინა მაგალითად იგივე ფეხბურთზე რაც ვნახეთ, ხო? ქვეყანაში რომ ბავშვზე იყოს პასუხისმგებელი მშობელი. ეხლა რა მოხდა, ხო, იქაც ისლანდიაში საშინელი ის იყო, სულ ბულინგი, უჩხუბი, უბედურება და დააკისრეს მშობლებს პირდაპირ ისა რა ქვია, ვალდებულება რა. რომ შენი ბავშვი რო წავა და ვიღაცას ცემს შუშას შატეხავს, გაფუჭებს, ხო ის ხო ბავშვია. და ვიღაცა იტყვის რომ ბავშვია 12 წლისაა ახლა და მიდის კაცო და ამტრობს iPhone-ის მაღაზიებს და გამოაქ რა რაც უნდა, ხო? არა, იმ ბავშვს არაფერს არ ეტყვია. იმ ბავშვს უბრალოდ წაიყვანენ იძულები და დაუწყებენ სწავლას. კი არ ცემენ რომ აი ეს ცუდია. მაგრამ მშობელს დაადებენ 5 ამდენ ჯარიმას და მეორეჯერ ციხეში ჩასვავენ. და მორჩა დღეს ისლანდია არის ქვეყანა ლაშა, ნუ ხო ყველა მიცის რა, სადაც უბრალოდ სახლის კარებს არავინ არ კეტავს. რატო? იმიტომ რომ ვიღაცა რაღაცაზე ვალდებული უნდა იყოს რა და უბრალოდ პასუხისმგებელი უნდა იყოს რა. და ის რომ ზოგი 14 წლის ბავშვი იმხელა იმის დედავატირა 50 წლის კაცს აატრიალებს რა და დადის ეს 14 წლის ბავშვი ამტრობს მაღაზიას. გამოაქ რაც უნდა, იპარავს რასაც უნდა და პოლიცია ვერაფერს ვერ შვება რა. ხო. ეგრეა. ეს არის წახალისება ჩვეულებრივი. ეს არის წახალისება კრიმინალის. კი ბატონო. ამიტომ ის რომ ეხა კაზინო გააუქმე თუ რაღაცა როგორც არის რა ეხა აი ინტერნეტ მოწოდებები ძირითადად რომ აი იცით რა მოდი გავაუქმოთ აზარტული თამაშები გვეღუპება თაობა. თაობა რო გეღუპება ეს მშობელო შენ ჩაიხედე შენს გულში ტვინში და მოსთხოვე შენ თავს რომ მეტი კონტროლი გაგეწია შენ საკუთარ შვილზე რომ მოიშორე მიეცი ტელეფონი გაგზავნე გვერდით ოთახში და არც კი აკითხავ შიგნი რა შვება ის ბავშვი მთელი დღის განმავლობაში. ნუ კომპლექსურად უნდა რა ლაშა მიდგომა იმ საკითხს. რა უნდა? რაღაცა კონტროლი უნდა თავრობის მხრიდან. რა ის იცი? აი ესე მე პოპულიზმით, აი ხა ზოგი აი სპეციალურად პოპულიზმს ტობს რა. და იმიტომ რომ ჩვენ ვსაუბრობთ, ყოველთვის აი ამაზე ვსაუბრობთ, რომ უნდა ვილაპარაკოთ სიმართლე რაც არის და არა ის რომ რა მოეწონება ვიღაცა. ხო რა პოპულიზმით ეხა გამოვიდოდით, ვიტყოდით რომ აუ კაცო გააუქმეთ ყველა კაზინო, დაკეტეთ ვინც რაღაცა ითამაშეს, წავიყვანოთ ისა და მაშინ ჩრდილო კორეაში მოხდები რა. არა, საქმე იმაშია რომ მოდი სიმართლე უნდა ვთქვა, გამიგორე. ეხა მოგეწონებოდა თქვენ რომ ჩვენ გვეთქვა აჩიქოს დახუროთ ყველაფერი კაზინო დაახუროთ ყველაფერი ეს და რა იქნებოდა ხო? იქნებოდა ერთი ამბავი რომ ის ჩინელი, თურქი, ის აქ ჩამოვა ამდენი დასახლებული ხალხი არ იქნება, ბიუჯეტში ფული არ შევა და ხო ოპერაცია იქნება ვიღაცას გასაკეთებელი ხო? სახელმწიფო ვეღარ დააფინანსებს. მაგრამ სახელმწიფომაც უნდა ზუსტად აიღოს თავის ხელში ის ბერკეტი რაც აქვს რომ განათლება საგანმანათლებლო ყველაზე მთავარი არის ლაშარა ხო ილია ჭავჭავაძე რასაც ამბობდა განათლება შეიძლება დღეს დაწყებული საქმით ხვალ ვერ მიიღო გამიგე კონკრეტული შედეგი მაგრამ შენ 10 წლის შემდეგ აუცილებლად მიიღებ შედეგს და შენ რო გახვალ უბრალოდ დუბინკას დაუქნევ კაც და გალახავ და მოკლავ ხო ვითომ აი რაღაცა იმ საღამო შენ რაღაცა შედეგი დადგეს თუმცა არც იმ დღეს არ დგება ის შედეგი რა მაგრამ მეორე ვარიანტში აუცილებლად შეო კიდე უფრო სიღრმისეულად პრობლემა ზაფხულია აბარა კაცო ეგრეა და საერთოდაც მე ონლაინ კაზინოებს მიმართავ ამ შემთხვევაში და ონლაინზე რეგისტრაციის გავლის დროს აუცილებელი გახადეთ რომ ვიდეოთი გადაიღოს ფოტო დარეგისტრირების პერიოდში ვინც რეგისტრირდება იმიტომ რომ მე ხა ბებიაჩემს პირადობა მოვპარე წავედი მისი რა ქვია ბებიაჩემის პირადი ნომრით გავაკეთე რაღაცა ისა გვერდი იმაში რა ქვია ონლაინ კაზინოში და მე ამითი ბებიაჩემის ბარათით თამაშობ რაღაცას ხო შენ ბებიაჩემი მე ამაში ვერ გამაკონტროლებს შენ კიდე მე ფაქტიურად 66-80 წლის ქალის პირადობის ნომრით გამიკეთე გვერდი და ათამაშებ ამიტომ შეუძლია ეს კომპიუტერთან დარეგისტრირების დროს როგორც არის რომ ამოაგდებს იმას და შენი სახე უნდა ჩასვარო იდენტიფიცირება მოახდინოს რომ შენ მართლა ხარ სრულწლოვანი 25 წელს გადაშორებული ადამიანი მართლა ხარ ესა და ფაქტობრივად ხარ შენ
და არა ის რომ ჩემი რა ქვია თუმცა აი წლოვანება აქაც რა არის იცი ჩემი აზრით ცოტა არასწორი მიდგომა და გეტყვი რატო აი ნახე მარტივ რამეს გეტყვი ლაშა ამას წინათ თქვი კიდეც ეს რა საქართველოში კაცი შეიძლება პარლამენტის წევრი გახდეს 21 წლის და კაზინოში არ შეუშვებენ 25 წლისას ეხლა ნახეთ პარლამენტის წევრობაზე არა ანუ ესე იგი ქვეყანაში შესაძლებელია რომ 21 წლის კაცმა ქვეყნის ბედიანდო რომ ესე იგი დაიწყოს კანონების წერა მათ შორის კაზინოზე და კაზინოის შესუსუფლება არ აქვს ეს პარადოქსია ასეთი რამე არსად არ ხდება არა ნუ ხარვეზები რომ ძალიან ბევრია ამაზე ყველა ფაქტები მაგასობ სახელმწიფო ზუსტად ამიტომ არის საჭირო სახელმწიფოს ეხლა ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ აი ესე უნდა შეიქმნას რაღაცა ჩარჩოში უნდა მოაქციოს რა უნდა შეიქმნას აქ უნდა მოიყვანონ მოთამაშეც უნდა მოიყვანონ კაზინოს დირექტორიც უნდა მოიყვანონ ჟურნალისტიც საზოგადოების წარმომადგენლები ფსიქოლოგები ყველა და ხალხმა უნდა იფიქროს აი რა მოდელით და როგორ შეიძლება რომ ქვეყანა მაგ კიდევ ერთხელ მოიგო მონაკო ავიღოთ ხო მონაკოს მოსახლეობა იმ კაზინოში არ შედის რა ხო აი მე ეს კიდე არ მიყვარს რა ეს ბოლო დროს შემოიღეს აი მე ეს კანონი აი ამერიკიდან გადმოვწერეთ პირდაპირ ხო ვერ გავიგე რა დებილი ხარ არა გაქვს შენი აზრი კანონებს ყველაფერს იღებენ ქვეყნის ინტელექტის განვითარების შენი იმის და იმის ყველაფრის გათვალისწინების იღებენ ამა თუ იმ კანონს იმ ქვეყნებში საიდანაც მე იქიდან შენ მოგაკ. მაშინ ლაშა ხო ის რაც მიდის ამერიკაზე შენზე არ მიდის. არ მიდის რა თქმა უნდა კაცო. ეს ეხება ყველაფერს. სულ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფია, სხვა ისა, სხვა კულტურაა, ხო? თან ახლა შენ რომ მეუბნები რომ აი მე გადმოვიღეს ამერიკიდან, ხო? ხო, წადი და ეჭვი ამერიკას რომ იმ დღეს იძახა პარლამენტში. მაშინ შედავოცულა მარტივ შეკითხვას გისმევ. მარტივ შეკითხვას ამერიკაში კი იყავი და კი იცი შენ ახლა ამერიკა კარგად, ხო? მარტივ შეკითხვას უსმევ მაშინ ხელისუფლებას. ამერიკელი კაცო ომის ვეტერანს $10,000 რო აძლევს და იმას პრობლემა რო არ აქვს საერთოდ იქ სამხედროს და აქ კიდე აფხაზეთში და სამაჩაბლოში ნაომარ კაც $100 რო დაუნიშნეთ პენსია და თქვენთვის პარლამენტარებისთვის 8,000 მარტო ხელფასიო გაქვთ. რატო ის არ გადმოგაქვთ მაშინ? ხო, ბატონო, რატო პენსიის თემა არ გადმოგაქვთ? რატო სხვა თემები არ გადმოგაქვთ? ამიტომ რომ ახლა შენ რა არის ის შენ რაც გაწყობს იმას რომ ამბობ რომ ეს გადმომაგ. ანუ მარტო გამკაცრების კუთხით რომ აი იმას ესაა და მეც რომ გრამე პრეტენზია და მიდი ამერიკას ეჭუბე. ბიჭო ამერიკას კი არა შენთან მაქვს მე საქმე. ხო, იმიტომ რომ რა საქმე მაქვს ამერიკაზე თუ მესაუბრები, ხო მაგალითად ევროპაზე თუ მესაუბრები, ხო აი ხა როცა გამოდიან და ამბობენ რომ აი ევროპაში ესია, ხო? მაშინ ჩვენ წინა იმაზე ხო ვისაუბროთ. ევროპაში ეგრე სკანდინავიურ ქვეყნებში სოციალური მდგომარეობის და სოციალური ის განვიხილოთ და შევადაროთ. მაგაზია საუბარი, შენ რომ მე მინდა თუ ევროპასაც ვედრებით ან ამერიკას, მაშინ მინდა კარგ ევროპას ვედრებოდი, სადაც სოციალური თემები არის დაალაგებული. სადაც იმას რა ქვია, სახელმწიფოს აქვს თავისი რესურსები თავის ხელში და თვითონ განკარგავს ამას და ხალხს აქედან რაღაცა აქვს გააჩნია და ასე სოციალურ თემებზე მელაპარაკე მე ევროპაში რაც არის და ნუ მელაპარაკე როგორ გაამკაცრო ისე რომ იმას გავდეს არ მაინტერესებს მე ევროპაში რა არის და ამერიკაში რა არის მელაპარაკე საქართველოში რა არის და რა უნდა იყოს ევროპაში ჯარიმას ადებ კაცო ჯარიმას რო ადებ კაც ხო და იმას იქ 5,000 евро რო აქვს შემოსავალი, ხო? და იგივე ჯარიმას რო ადებ აქ, იგივე დონის ჯარიმას, კაც რომელსაც 350 ლარი აქვს პენსია, 800 ლარი ხელფასი, ხო? ნუ ეს აბსოლუტურად არ ჯდება. აი თემას არ გავცდეთ, ეხლა ჩვენ თემა პრაქტიკულად ჩვენ ამოვწურეთ, რატო ლაშა იცი რომ ეხლა ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობ, მარტო მე და შენ ამ საკითხზე ჩვენსაც გამოთქვოთ, რა თქმა უნდა. იცი რა, მოდი აი ჩამოთვალოთ ეხლა პუნქტები. ერთი ის რომ ინტერნეტს ვერ აგზალავთ, ისევე როგორც ნარკომანიის შემთხვევაში ბენზინს და სპიჩკის კარობკებს ვერ აგზალავ და მაინც მოიფიქრებ რაღაცას საინტერესო და უფრო უარეს შედეგებამდე შეიძლება. კომუნისტების დროს აკრძალული იყო ბიტლები, აკრძალული იყო აი ეს უცხო მუსიკები, როკი, მოკი, ისა, ხო? ყველა ჰქონდა ყველაფერი. ვიდეოთი აი ეს ბრუსლი ესენი ხო, ბავშვი ვიყავი, ხო? აი ხელიდან ხელში გადადიო. კი, კაცო. შენ კიდე როდესაც კაც აუგზავნო, შენ არ უნდა ითამაშო, ხო? ეს არის ჩვეულებრივი ადამიანის ფსიქოლოგია, აკრძალვით, ხო? ადამი წავიდა ვაშლი შეჭამა მაშინ. ანუ აკრძალვით არ გამოდის. გამოდის გაგებით, როცა ადამიანს
უნდა მიახვედრო რომ რატომ არის მისთვის სული და ელემენტარული კონტროლი აქვს. იმიტომ ვთქვი თავდაპირველად რისთვის არის თამაში? რისთვის არის ეს თამაში? თამაშიდან გასულია. თამაში არის გართობისთვის და არა ფულის მოგებისთვის და ჩვენ ახლა 100 კაციდან 99 ხო ვინ საქართველოში დადის კაზინოში ქართველი. დადის არა იმიტომ რომ გაერთოს, იმიტომ რომ ფული მოიგოს და ფულის მოსაგები ადგილი კაზინო არ არის. არ არის. და აქ ორგანიზაციაზე არ არის რომ თქვა სადმე კაზინოა გახსნილი და იქ ისედაც ბავშვი ვერ შევა. აქ არის საუბარი ონლაინ დაგუპვაზე რა, როგორც ასეთი. იმიტომ რომ წავიდა, აიღო იმან ბებიამისის ისა კარტა, ბებიამისის პირადობა, დარეგისტრირდა მაყვალა ჯგერენაია სახელით. კაზინოს დავანებოთ. 1000 თამაშებია. კომპიუტერული თამაშები. რომელიც კაზინოზე ნაკლები არ არის რა. აი ხალხი ფულს ასხავს და ასხავს იმაში, რომ რაღაც დიდი კაცი გაზარდოს სიტყვას. ხო, და იქაც რა არის დამოკიდებულია იმაზე, კაცი. კი ბატონო. და რა მნიშვნელობა აქვს ხა რულეტკაზე დადებს თუ იმაზე, ხო? მაგალითად GTA 5 არის თამაში ესეთი GTA 5 ძალიან განთქმული და იქ არის კაზინო. და იქ რომ მანქანა იყო და თამაში რომ მანქანა იყო, იქ რაღაცა ფული, აი იქ რიცხავენ და წარმოიდგინე, ვირტუალურ თამაში კიდე კაზინოში კიდე თამაშობს. იმას თავისი ფული აქვს რა. ანუ შეიძლება იმ დოლართან დამახმარო, მაგრამ თავისი კურსი აქვს რა. ჩარიცხავ რაღაც მაგალითად $100 და მოგცემენ იქაურ რაღაც მილიონს სიტყვაზე ვამბობ რა. იცი რა თანხებზეა საუბარი, რამხელა ფული ირიცხავ. იცი, ანუ საქმე აქ იმაში არ არის მარტო რომ აჭარა თუ კროკო თუ რამდენი ვინც არიან ეხლა მე არ ვიცი რამდენი არიან მე იმიტომ რომ არა მაქვს მაგათთან შეხება მაგრამ ზოგადად ვიძახი რა ეს უნდა გაკონტროლდეს სახლში იმიტომ რომ ეხლა როგორი რაღაცა გამოდის იცი ცუდია ამაზე ორი აზრი არ არსებობს კაცო რა აზრია ლაპარაკი გასართობით ის თემა რაღაცი აზარტული რაც არის ყველაფერი ცუდია მაგრამ აქ მშობლების პრობლემას ვხედავ მე რაში უყურე შენი შვილი ვერაფრით შენ ვერ დააინტერესე რომ არ დაჯდეს და თამაში არ დაიწყოს აჭარაზე პოკერი არ ითამაშოს და რულეტკა არ ითამაშოს ანუ შენ ცხოვრებაში იმდენად უინტერესო აღმოჩნდი როგორც მშობელი აი მარტო მშობელიც გამოიპარო შეიძლება მშობელს არა გამოგახა ეგეთი რაღაცები ხდება მაგრამ მე ვამბობ რა პრობლემაზეა უყურე ჩვენ ახლა გადავალთ შემდეგ თემაზე მაგრამ ესეც არის კომპლექსურად უნდა ამ საკითხს მიდგომა ხო იმიტომ რომ და არა ისო დავკეტოთ ან всё და ის არის აი კომპლექსურად უნდა მიდგომა არ არის აი უყურე 13-14 წლიდან შენ წეგან თქვია ეს და 13-14 წლიდან ბავშვებს უკვე ტელეფონები აქვთ რომელთაც შეუძლია ჩამოტვირთონ ეს აპლიკაცია ჩვეულებრივად დარეგისტრირდნენ მეილზე ხა ძალიან არ გაარკვიო შენ მე რითი დავრეგისტრირდები რა მეილი მაქვს მივაბი მე ბებია ჩემი სტარტა კაზინო შევაც თამაში შევა იქ ჩარიცხავს ხო ამის იმითი რა ქვია გასაკეთებლად საჭიროა რომ რაღაცა კარტა დაუმზადე ტელეფონი უყიდე ოთახში შეუშვი არ შეაკითხე არ გადაამოწმე არ ეკონტაქტები მთელი დღე ის რასაკეთებს არიცი ის არიცი ეს არიცი და მე დგები და რო დაიწყო უკვე გაყიდვა სახლიდან რაღაცეების და საწავიდა ესო რომ მოიკითხე და უკვე გაყიდული რო აქვს და უკვე ნათამაშები რო აქვს და უკვე დიდი ვალი რო აქვს აღებული და აკიდებული ხო მე იძახი რომ აი ვიღუპებით და რაღაცა უშველო რა უნდა უშველოთ გააკონტროლე შენი შვილი მთავრობა შეიძლება მოუთხოვოთ ის რომ რაღაცა კონკრეტულ ჩარჩოებში ჩასვან ონლაინ კაზინოების, ჩვეულებრივი კაზინოებიც რომ რაღაცა რეგულაცია შეიმუშაონ, რომ რაღაცა წლოვანებამდე შიგნით შესვლა არ შეიძლებოდეს რაღაცა იმაზე. ეხლა სრულწლოვან კაცს რანაირად უნდა მოთხოვო, წამალი არ გაიკეთო ეხლა შენ ან არ ითამაშო, სრულწლოვანია და იმას დავხა, კი, ცდება, მაგრამ აი ამ რო ცდება, ამაზეა სამუშაო აჭიკომას თქვა წეგან რომ შენ უნდა იმას საგანმანათლებლო თემები ჩაუტარო ისეთი რომ იმან იცოდეს რომ ის კაზინოთი ვერ გამდიდრდება და ვერც ფულს მოიგებს რაღაც შეიძლება მოიგოს მაგრამ რაც მოიგებს სამი იმდეს მერე წააგებ და ეს ცუდია ეს ხა ზრდასრული ადამიანები რატო ითვლება ადამიანი ზრდასრულად სრულწლოვანად არა ზრდასრულად 25 წლის მერე ხო იმიტომ რომ იმას გაზრდა ტვირის ჩამოყალე ყველაფერი დასრულებული აქვს უკვე და არის როგორც იტყვიან გლეხურად რო ვთქვათ ეხლა ჩვენ დაღვინებული და სხვანაირად ალაგებს თავის პრიორიტეტებს რა ადრენალინი თუ უნდა მილიონი სპორტი არსებობს ისეთი რომელიც ადრენალინს შეიცავს
შეიყვანეთ იმ სპორტზე, რომ ის ადრენალინი, რაც იმან თამაშებზე და იმაზე უნდა გამოყოს და რაღაცა, ის სხვა რაღაცით ჩაუნაცვლეთ, რომ იმაში ნახოს მერე ბედნიერება. აქ არ არის აუცილებელი, მართლა ის რა ქვია დრიფტაობა ქუჩებში და რაღაც მაგითი რომ მიიღოს ადრენალინი. სპორტიც არსებობს, სპორტის სახეობებიც არსებობს, ისეთი, რომელშიც არის ეგ ადრენალინი და შეგვიძლია იმაზე რაღაცნაირად ჩავანაცვლოთ ეს მოთხოვნილება ადრენალინის და ეს ერთ-ერთი ყველაზე მეტი დოზით აქვს გასართო ბიზნესს. ასე რომ ჩემო კარგებო, მე მესმის თქვენი გულის ტკივილი ამ საკითხთან დაკავშირებით და ეს მარტო თქვენი გულის ტკივილი არ არის, ჩვენი გულის ტკივილიც არის, იმიტომ რომ მაგრამ სოციალური თემები, მთავრობა, რაღაცა ისეთი, რომ ყველას კონდეს რაღაც საშუალება, რომ თავი გამოიჩინოს რაღაცაში, ისა, ესა და ასე შემდეგ რა. ესე აკრძალოთ. აკრძალვა რომ საქმე შველოდეს, ხო? მაშინ აი იმნე რამეს აკრძალავდნენ სოფლიოში, რაც ცუდია, ხო? მაგრამ საქმე იმაშია, რომ დაფინანსება არის, ეს არის, ვიღაცებს შეიძლება აქედან რაღაც არგებელიც გქონდეთ. არ არის გამორიცხული, რომ მთავრობის რაღაცა ვიღაცა კონკრეტული პირების ინტერესიც იყოს ამ ონლაინ კაზინოების თემები და რაღაცეები ხა. მან ვერ წავალთ, მაგრამ ვერ წავალთ განა იმიტომ, რომ ვიღაცას ვერ იდებით. არა, უბრალოდ აზრი არა აქვს მან წასვლა. არაფრის მომცემი არ არის. არაფრის მომცემი არ არის. უბრალოდ ვისაუბრებთ ესე, მან არის საჭირო რაღაცნაირად ერთობლივი კომპლექსური რაღაცის აჭიკოს თქმის არ იყოს შემუშავება, რის მიხედვითაც რომ შენ გააკონტროლებ შენ შვილს ამადა ამ წლამდე, მე გავაკონტროლებ ჩემს სექტორს ამადა ამ წლამდე, არ შემოგიშვებ, არ მოგცემ უფლებას, გადავამოწმებ ონლაინში რო რეგისტრირდები, მოგთხოვ რომ ჩასვი შენი სახე პირდაპირ ესე ვიდეოთი და არა ფოტოთი და ასე შემდეგ რა. ეს ამას უნდა რეგულაცია ონლაინ ეხლა დღეს ტექნოლოგიები ისე განვითარდა რომ ყველაფრის გაკეთება შეიძლება. ასე რომ მე უნდა დაამატოთ რაღაცნაირად რომ 12, 13 და 14 წლის ბავშვები რომელსაც დედამ ვერ მისცა სახში 2 ლარზე მეტი იმას უნდა რომ ბებიის 10 ლარით მოიგოს 120 ლარი თუ 200 თუ 1000 და მარტივ რამეს გეტყვი. აი შეხედე ხო აქვს 6 წლის ბავშვს, 5 წლის ბავშვს, 4 წლის ბავშვს, 11, 12 წლის ბავშვს ტელეფონი, ხო? ხო ყველას აქვს. აი მაშინ განახებ უბრალოდ აი კანონი თემა როგორ არის დარღვეული რა. ეს ბავშვი რომ მივიდეს გინდა მაგტიში, გინდა ჯეოსელში ნომერს ხო ვერ აიღებს? ვერ აიღებს, ხო? ანუ რა გამოდის? რომ ამ ბავშვებს ყველას ტელეფონი აქვს უკანონოდ. თან შობელი კიდულობს. შობელი კიდულობს, მაგრამ ნახე უკანონოდ აქვს, ანუ ტელეფონი რეგისტრირებული არის შობელზე და აქვს ბავშვს. კი ბატონო. ხო? ამას რა ჯობია, იცი? ამას ჯობია კანონი დაუშვა ჩვენ. რომ რაღაცა წლის შემდეგ ბავშვს თვითონ კონდეს. ტელეფონის აღების უფლება. დაბადების მოწმობით. ან რაღაცა. რაც იქნება რა. თორე ნახე როგორი თემა, ყველა ბავშვს ტელეფონი აქვს. არც ერთი ტელეფონი მათზე არ არის. ეს არ ქვია რეგისტრირებული. კი ბატონო. ხო. აი ამაზეა ზუსტად საუბარი, ვიღაცა რაღაცაზე უნდა იყოს პასუხისმგებელი. ასუხისმგებელი და ეს ეს ძალიან საინტერესო საკითხი წამოჭერი ხე შენ აი ეგ მშობელმა იყიდა და ნებისმიერ ბავშვს რო დააქვს ტელეფონი არის სრულწლოვანი სახელი. გამიგე? აი ამიტომ მაშინ აი ეს მშობელი რამე რო იყოს, პასუხისმგებელი უნდა იყოს იმ თავის ნომერზე, თავის ამას ვიძახი მეც. ხო, ამაზე არა სრულწლოვანობამდე. მაგი თქვი პირდაპირ, მაგი მშობელი ხარ, ვალდებული შენი შვილის. მაგაზე ვთქვი. არა მარტო იმაზე რომ დაბანილი იყოს, გაკრეჭილი იყოს და საჭმელი ნაჭამი. მაგაზე ვამბობ ზუსტად. აი ხა მაგალითად რაც გუშინ მოხდა, ხო, ახალგაზრდები შევარდნენ იმაზე სტადიონს. სტადიონს. ძალიან ცუდი. რამაც შეიძლება გამოიწვიოს ის, ჯერ ნახე რა მოხდა. პირდაპირ უკვე ქართული გუნდი რომელიც უნდა იმას რა ქვია ხალხთან მისალმებოდა რაღაცა და ეს გამარჯვება ახლა ეზე იმათ შევიდა პირდაპირ გასახდელში ხო მეორე არის ძალიან დიდი შანსი იმისა რომ მოგვარჭონ ისა რა ქვია ჯარიმა და ჯარიმასთან ერთად ცარიელ ტრიბუნებზე მოგვიწვიოს თამაში და ესენი იყვნენ ბავშვები ხო ვინ მიიყვანა აქ ეს ბავშვები მაგრამ სწორი თქოს იცით ჩვენ რომ მოგვეწონა ბავშვები რო გადაიპარდნენ უბილეთოდ და შევიდნენ. ხო, გავა ტელევიზორში. დაში რო დაუკარეთ, ხო? ძალიან მაგარი ბავშვია. აი ამაშია უბედურება, გამიგე? რომ თავშივე ჩვენ თქვით რომ რა კარგი, მერე ფული არა აქვს და გადაიპარა და რაღაცები დავიწყეთ გამართლება. გავა რომანტიულეთ რა. გავა რომანტიული. არ შეიძლება ხალხო ნებისმიერი კანონის დარღვევის აი ესეთი რომანტიზაცია არის დამანგრეველი, იმიტომ რომ მე ამას
მეორეც აკეთებს, მესამეც აკეთებს, მეხუთეც აკეთებს რა. კანონის დარღვევა უნდა ისჯებოდეს თუ არა. ხო, შეიძლება ციხეში კი არ ჩასვა ამის გულისთვის, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ცუდი მინიმუმ უნდა ვთქვათ, რომ ცუდი გააკეთა, მინიმუმ უნდა რაღაც გავამკაცროთ, გამიგე? თან მე ამას თან მიმართებაში კიდე რა, როგორ რაღაცაა, იცი? 3 დღით ადრე ჩვენ ვიყავით ჩასულები ერევანში, ხო? ეხლა მე არ ვიცი არ ყოფილვარ, მაგრამ ვინც იყო ჩემი მეგობრები რამოდენიმე იყვნენ ჩასულები და ძალიან თბილად დაგვხვდნენო, ძალიან ეხლა შენი ჭირიმე შენგენაც ვარ შეიძლება არა, იმიტომ რომ მოწინააღმდეგე გუნდის ისახარ, გულშემატკივარი ხარ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აგრესია ჩვენ არავისგან არ გვიგზნია პირიქით. არა, ეხლა თან ნახე რა არის ჩვენ ეხლა რომ ეს დაგვემართოს და არ დაუშვან ჩვენი გულშემატკივრები, კატასტროფა იქნება რა თურქეთთან და ბულგარეთთან, ეს სომხეთის ნაკრები კი არ არის. იქ გულშემატკივრის გარეშე თამაში ჩათვალე რომ ნახევარი ძალა ხარ. ნახევარი ძალა ხარ რა. და ამიტომ ჩემო კარგი ეხლა თქვენ ხო იცით მშობლებო თქვენ მოგმართავთ ეხლა ხო იცით თქვენ ვინც თქვენი შვილი რო გადახტა სტადიონზე ხო იცი შენ რომ მშობელი ხარ რომ შენი შვილი გადახტა თუ არ იცი რომ გადახტა ხო კიდევ უარესი შენთვის რა შენ ხო იცი მე არ გეუბნებით ეხლა იმას რომ რა ბავშვი დასაჯე რაღაცა ის არ უნდა დასაჯო უნდა დაისვა და უნდა აუხსნა შენ ჩვენი ღევანდელი თაობის პრობლემა და ზოგადად ჯენზი თაობის პრობლემა ეგ არის ჩვენ რო გაჭირვებაში გავიზარდეთ 80-იანები ვინც ავარ და ცოტა უფრო ადრინდელები და 2 ომი და 3 და არ და თელი ის რო იყო დანლეწილ დანგრეული მთელი საქართველო მაგ პერიოდში გავიზარდეთ და მაშინ გქონდა ის რომ მშობელი რო გეტყოდა რომ შენ იცი რა შენ ამ წითელ ხაზს გადახვედი ახლა შენ ეს არ უნდა გექნა დაგი მამა ჩემმა იცოდა ხოლმე დამისვავდა და 1 საათი მელაპარაკებოდა და მაგას მე მართლა ხანდახან მერჩივდა ხოლმე რა ისე შემარცხვენდა რომ მაგას მერჩივნა ერთი შემოერტყარა და დამთავრდებოდა რა მაგრამ არა, აი ეს ლაპარაკი დღემდე მახსოვს მე და დღემდე ახსოვს და ლაპარაკი უნდა შეგეძლოთ საკუთარ შვილებთან საუბარი, ჩემო კარგებო, გაიგოთ რა, რითი ცხოვრობენ ადამიანები. აი თავისუფალი თაობა ამათ ვენაცვალე, კი ბატონო, ამათ ვენაცვალე მეც. ძალიან ნიჭიერი, ძალიან თაობა და ძალიან განათლებული რაღაც გაგები, რაღაც უნდა გამიჯნოს თავისუფალი თაობა და თავისუფალი ადამიანი არ ნიშნავს იმას რომ რაც გინდა ის გააკეთო. ხო, უზრდელი იყო მაგალითად და შეაკურთხო ვიღაცას ქუჩა. რა არის ეს? ეს არის შენი ზონიდან არ უნდა გამოხვიდე. თავისუფლება არ ნიშნავს იმას რომ მაღა დალეწო და მაღაზიიდან გამოიტანო მაგალითად კი ბატონო. ეს არის ქურდობა, ეს არის ყაჩაღობა. ეს არის სამარცხვინო რა არის, იცი? ნებისმიერ ქვეყანაში ყველაზე გიჟი ფანები ვისყავს ინგლისს და ირლანდიას თუ აი ყველაზე გიჟი აი რო ლეწავენ ქუჩებში რაღაცეებს და ეგეთი ფანები ისინიც კი ვიღაცას თავიანთი გუნდი რო 6-ით 1-ს უგებს ხო ნუ პირიქით მიდიან ძმაო რაღაცა ეუნებიან რომ არავის მეტი რაღაცა როგორ ბიჭო მე მიდიხარ ადამიანს შეურაცხყოფას აყენებ რაც არ უნდა ჯერ ერთი რომელი მტერი გუნდი ჩვენი სასუნხეთის ნაკრები იყო ეხა რო ამდგარიყავით და ეგეთი რუსეთის ნაკრებთან არ გიქნია ხო როცა აგვებოდა მაგალითად იქ საჭ დაენიშნა არასწორი პენალი ან ისა და რაღაცა საეჭვოა და აი რაღაცა ესე მართლა ხო რა 6-0 აქ 3-0 გადავლილი გაქვს ბოლომდე რა ხო რა მე მგონი ახლა ჩვენ მეორე თემაზე გადავიდეთ ლაშა რომ ძალიან არ მოვაწყინოთ ჩვენ მოკლედ აზარტულ თამაშებს რაც შეეხება დავამთავროთ წერტილი დავსვათ მან იმიტომ რომ ამას ჭირდება სახლში კონტროლი რა ჩემო კარგებო ეს თითის გაშვერა და მთავრობა აკრძალე ესა აკრძალვა არაფერის გამკეთებელი არ არის გადავიდეთ მე მგონი მეორე თემაზე ჯობია აკონტროლეთ საკუთარი შვილები გააკონტროლეთ ვინ განათლების თემაზე კაზინოებო და ასე შემდეგ და პრაქტიკულად განათლების თემაშიც ეგ არის რა ბიბლია ამ თემას რაღაც ნაწილები მოკლედ განათლების თემას ახლა რაც შეეხება განათლების თემას ჩვენ პრობლემაზე სანამ მივალთ და ეს პრობლემა არის ის რომ ჩვენ თქვით წინა გადაცემაში რომ ჩვენი აზრით ბავშვებს უნდა გქონდეთ სახელმწიფო სკოლებზე აქ ლაპარაკი ბავშვებს უნდა გქონდეთ საშუალება იმის რომ მინიმუმ ერთჯერადად მაინც იყვებონ სკოლაში
ხო. ეს მინიმუმს ვამბობ რა, ან 12 საათიანი, ან პირველზე დააწესეთ, რომ რაღაცა ჩავიდეს ბუფეტში, მოწესრიგებულში, რაღაცა ულუფა კატლეტი იქნება იქ. დააწესებ, დროს დააწესებ, მაგალითად ხო არის ეს შესვენებები, ხო? ერთხელ რაღაცა ეს ვაუჩერი იქნება რაღაცა, თუ რაც იქნება, ბავშვს ერთხელ კონდეს ყვების უკვე. სრულფასოვანი ყვების საშუალება. ვიღაცა შეიძლება პირველ საათზე უნდა ჭამა, ვიღაცა 3 საათზე. ეხლა რატო არის ეს აუცილებელი რა? ჩვენ ეხლა ძალიან მომრავლდა ეს კერძო სკოლები, ზოგი 500 ღირს, ზოგი 1000 ღირს, ზოგი 1500 ღირს, 2000 ღირს ზოგი. 10000-იც ალბათ ღირს და რაღაცა და გაუშვებენ. აი კიდე მოშორებითი ისა რა. არა, ვერ გეტყვი, მაგაში ვერ დაგეთან. არა, სხვა რაღაცას ვიძახი. უკვე სად მივდივარ ახლა მე რომ რაღაცა და იქ არის მთელი დღე სწავლობს, იქ სპორტიც არის, ყველაფერი კარგია, ეს კარგია ძალიან და იქ იყვებება და ასე შემდეგ. მაგრამ ეხლა უკვე საჯარო სკოლაში მე ისეთიც მინახავს საჯარო სკოლაში, რომელსაც აქვს შესაძლებლობა რომ კერძოში ისწავლოს, მაგრამ მაინც საჯაროში დაყავთ და ასევე ძალიან შეუძლებელია, ოჯახი ხელმოკლე, გაჭირვებული ოჯახიდან, რომელიც ეხლა შენ რო გაუშვი შენი შვილი და მიეცი სიტყვაზე რომ ეს ლარს და 2 ლარს აღარ აძლევს არა, იმიტომ რომ 2 ლარი არაფერი აღარ არის. არაფერი. ანუ 10 ლარი უნდა მისცე. ხო, 10 ლარი უნდა მისცე მინიმუმ ბავშვს, რომ რაღაცა 5 ლარი ხაჭაპური გახდა. 10 ლარს ვერ მისცემს ახლა ადამიანი, რომელსაც 600 ხო, 600 და 700 ლარია ხელფასი. შესაბამისად, იმას რომ მისცეს 10 ლარი, ამას მიცეს ლარიც ვერ მისცეს. ვერ მიცეს. და ის უყურებს, რომ ის თავისი კლასელი გამოვიდა, რაღაცა იყი და ჭამს. ნუ, ვისაც ახლა შეუძლია და აქვს შესაძლებლობა, თქვა დაპატიჟა ერთხელ, მეორედ, მაგრამ მთელი სასწავლო პროცესი ხო ვერ დაპატიჟებს ახლა. ო, ისიც თავისი ის არის. მე მარტო მაგ დაპატიჟებაზე არ არის. ნახე მე რა შეასაქმე, მე აქ რა ყალიბდება, იცი, აი რომ იმას აქვს, მე არა მაქვს. წავართმე. ნუ წავართმების გარეშე თუ ვერ წაართვა კიდე აი ბოღმა უკვე ისა და როცა ამბავშმა იცის რომ მასაც აქვს ეს საკვები და იმ მასაც აქვს ვისაც მეტი აქვს ხო რა თქმა უნდა აქ ეს არის თავარი ისო უკვე აი ნაკლები შური ნაკლები ესე იგი ესე ისა რომ აი იმიტომ რომ შენ რომ ნაჭამი ხარ მეც ნაჭამი ვარ და არ მიხმება კუჭი შიმშილით და უკვე ამ ბუფეტში შენ რასაც იყიდი მეც იგივეს მაგალითად შევჭამ იგივე შევჭამ ხო ვისაც უნდა თქვა რომ დამატებით რამე იყიდოს გაყიდეთ კიდევაც კაცო არ არის პრობლემა მე ფიქრობ არც უნდა იყოს იცი რატო ყველას უნდა იყოს ერთი საჯარო აი რახანც ქვია საჯარო რახანც საჯარო სკოლა ვისაც უნდა მართლა ფასიანი ხო რომ აი დამატებით იყიდოს რაღაცები შემოგევლი აგერ არის ფასიანი სკოლა საჯაროში არანაირი დამატებით არ უნდა იყოს ერთი მენი უნდა იყოს ყველა ბავშვისთვის და ესე შუა დღეზე მართლა ყველა ბავშვს უნდა მიეცეს ეს საკვები რა. უფასოდ, არა აქვს მნიშვნელობა ეს დიდარი იქნება თუ ღარიბი იქნება. ეს მოგცემს იმის საშუალებას, რაც შენ თქვი, რომ თავიდან ავიცილოთ, აი, ეს შური ბავშვებისადმი ერთმანეთის დაპირისპირება და აი რაღაც ეს ადამიანები ერთ სივრცეში იქნებიან. ბატონო. ეს ძალიან კარგია, მაგრამ ამაზე ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ პოლიტიკოსებიც. თუმცა არც ერთმა ხელისუფლებამ არ გააკეთა. და ბევრი იტყვის ხოლმე, იცით რა, აი თქვენ წარმოგიდგენიათ ამდენი ბავშვის ჭამა, იციან ხოლმე თქმა. მაშინ იმ ადამიანებს მინდა უპასუხო. აგერ შვეიცარიაში, კაცო, შვეიცარიის პარლამენტს ორი მანქანა ყავს, მარტო და საქართველოს პარლამენტში ყველა ჯიპებით და იმეებით. დამლაგებელიც არის. ოღონდ როგორ იცი? თავისით კი არა, ხელფასით რო იყიდა ის კი არა. სახელმწიფო რო ემსახურება, ბენზინს რო უსხავს, მძღოლი რო ყავს, გამიგე? ძღოლი ტოკიოს მერი იმაში რა ქვია იმის გამო რომ იმაში დაჩაზე წაიყვანა თავისი მძღოლს წაყვანა და დაჩაზე თავი რა ხო და აგარაგზე უკაცრავად ხო და ისა რა ქვია მოხსნეს ტოკიოს მერი რა რომ შენ რა უფლებით კაცო ამან მარტო სამსახურში უნდა წაგიყვანოს და წამოგიყვანოსო მთელი დანიის პარლამენტი კაცო ბიუჯეტი რა ვიცი სასწაული პენსია 2000 евро მინიმალური ველოსიპედით რო დადის და ესეთი ის რო აქვს და მინისტრები რომ იმითი რა ქვია მეტროთი მოძრაობენ ხო და კიდე რომ ყველა გაზულუქებულია იმას რა ქვია ყველა გამგებელი და ის სუსუ ახალ მანქანებით რო დადიან ხო აი ეს შეკითხვა მაქვს რა ჩამოაჭერით რატო უნდა იაროს იმან გამგებელმა აი რატო უნდა იაროს გამგებელმა ემეებით რა ქვია რაღაც ჯიპებით რა
რატო უნდა იაროს? ან მძღოლი რაში ჭირდება მძღოლი გამგებელს რა. იყიდოს პატარა მანქანა დაждდეს და მივიდეს. გამგებლის საქმე რა არის? ხალხმა ერჩა, ხალხს უნდა ელაპარაკოს. კაბინეტში რა უნდა გამგებელს? გასაგებია ხო და ეგ პრობლემაა რა. ეხლა ჩვენ რა არის, იცი? პარლამენტში ეხლა კიდე გაუზრდიათ ხელფასები. ეხლა კიდე რაღაცა და აქ საქმე ეხება ბავშვებს. მშიერ რო და თქვენ 15 წუთი ვერ გაჩერდებით. მშიერი შესვენებას გამოაცხადებთ პარლამენტის ხდომაზე. კვირაში ერთხელ რო გაქვს ჩანიშნული ხოლმე და ჩადიხართ ეგრევე ბუფეტში და იქ ჭამთ და სვავთ და ისიც სახელმწიფოს ხარჯზე. აბა რა რესტორნებში. ეს საქმეა. ბავშვი რომელიც დილის 9 საათიდან სკოლაში მიყავს, ერთხელ არ გინდა აჭამო. რო იმან არ იფიქროს იმაზე, რომ ეხა მშია მე გული არ წამივიდეს და დროზე მიგასწროს სახელმწიფოს ამ სიტუაციაში. სადაც არც თუ ისე ნორმალური საკვები დახტება მშობლის გაკეთებულიც კი. იმიტომ რომ იმასაც არ აქვს საშუალება. სახელმწიფოს ხოთან ეს გაცილებით იაფი დაუჯდება და რატო? როდესაც ესე იგი ეს მასიურად რა, ახლა როდესაც რაღაც 1 კილო ხორცს ყიდულობ, უფრო ძვირია, ხო? და ტენდერები გამოცხადდება რაღაც, ხო? გაცილებით ნამდვილად არ დაჯდება რა, აი ბავშვის ყובה ისეთი ძვირი არ დაჯდება, რომ ეს რაღაცა იყოს კატასტროფა. აჩიკო, ამ თავრობას არ ეხება ეს მარტო რა. მიშას დროს პატრიოტთა ბანაკი თუ რაღაცები რო გააკეთეს. რამხელა ფული იხარჯებოდა მაგ ბანაკებში, ხო? დიდი. რა, ის ფული მაგაში რო არ დაეხარჯა და ის შემოეტანათ იმაში სკოლებში არ შეეძლოთ, არც იმათ მაარქნეს. არც ამათ მაარქნეს. უпроსტოდ ჯერ არ მიდის ამაზე ლაპარაკი. საერთოდ განხილვის დონეზეც არ არის მიყვანილი. ბავშვები ესე მშიერ კუჭზე ბავშვმა ისწავლე ისკენი. ეს არის მთავარი, მაგრამ ეხლა ნახე კიდე მთლიანად არის ლაშა, კიდე საერთო ჯამში არის მთლიანად შესაძლებელი ეს სისტემა. კი, აბსოლუტურად. ეხლა ნახე აბსოლუტურად. აი ევროპა, ამერიკა ხო იცი შენ, ხო? და აი გეტყვი მარტივ მაგალითს რა. ჯერ ერთი მე მინდა ვთქვა, როგორც კი ესენი მოვიდეთ, ბრაღ გააქანეს და მე-12 წელი დაამატეს სწავლა. 18 წლის ბავშვებს რა უნდა სკოლაში კაცო? რა უნდა? პირიქით უნდა მოგეკლოთ. მეორე თემა. აი ახლა გადავხედე რა, უცხოეთის უნივერსიტეტებში რა, ახლა იმაზე აღარ ვლაპარაკობ ინგლისში და იმაში რა. ძირითადად ვერ ნახავ, რომ ბავშვმა ჩააბაროს 18 წლისამ რა და გახდეს სტუდენტი. ჯერ იწყებს, მუშაობს, რაღაცას აკეთებს, მერე თვითონვე აგროვებს ამ ფულს 90%-ზე გეუბნები. და დაახლოებით 25, 26, 27 წლის შედის უნივერსიტეტში. უყურე იქ როგორ არის ამერიკული სისტემა ესეა მაგალითად. არის elementary school, ნიშნავს აი ჩვენთან დაწყებითი რო რა. პირველიდან მეხუთე კლასამდე რაც არის, ეგ არის elementary school, წერა იცოდე, კითხვა იცოდე, მიმატება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა. მერე არის middle school ნიშნავს უკვე რომ შუა, ანუ უკვე ირჩევ მერე ბიოლოგი გინდა და მოხიდე მათემატიკოსი, იმის მცოდნე, ამის მცოდნე რაღაცა. აი საერთოდ არ არის ჩვენთან. გამიგე? მერე არის უკვე high school. High school უკვე არის პრე-უნივერსიტეტის თემა, კოლეჯი პროფესორ. პრე-კოლეჯის თემა არის, უკვე ემზადები კოლეჯისთვის. მერე გადადიხარ კოლეჯში. კოლეჯში იქიდან გირჩევენ უკვე შენ როგორ სწავლობდი, რა სწავლობდი, შენი ქულების და იმის გამომდინარე, უკვე შენი high school-ში ნასწავლიდან გამომდინარე, იქ უკვე კოლეჯები თვითონ აი მე ამას ამდენი ქულა აქვს. აი მაგას რომ ჩვენთან მსგავსი არაფერი არ არის. გამიგე? აი მსგავსი არაფერი. თავაზობენ პირდაპირ და შენ უკვე მიდიხარ უკვე იმ კონკრეტულ კოლეჯში, რომელსაც გააჩნია თავისი უნივერსიტეტი, სადაც შენ მე იმ კოლეჯის ქულებით უკვე მოხვდები იმ უნივერსიტეტში. ხო, აი ხლა ნახე ჩვენთან რა არის? აი ეს 12 წელი ერთი და იგივე მასალა ყველა სკოლაში. ერთი და იგივე მასალა. მაგრამ ეხლა ნახე მეორე თემა, ზოგი იძახის რომ აი ის ბავშვი გამოვიდა და შუშანიკზე ესეთი რამე თქვა, ვეფხვის ტყავსანზე ესეთი რამე თქვა, როგორ არის სწავლა. ეხლა ნახე როგორი თემაა რა. ჯერ ერთი შერო 12-13 წლის ბავშვს ვეფხვის ტყავსანზე უწყებ ლაპარაკს. ეს არის ძალიან ადრე. ეს ერთი ადრეა, ძალიან. შუშანიკიც არის ძალიან ადრე. ეხლა მეორე თემაა. და საზეპიროთ აძლევს. საზეპიროთ. ეხლა შეხედე რაშია საქმე. რაშია ნახე საქმე. ლაშა რა. არის თან ბავშვების ბევრი ტიპი არსებობს რა. აი არიან ბავშვები, ვიცი, აი მათემატიკას გლიჯავს კაცი რა. ფიზიკას გლიჯავს კაცი. და ეს ქართულის ეს ლექსები და მოთხრობები და აი ამის არ შეუძლია, აი არ უნდა კაც რა. მაგრამ მინახია მე ადამიანები რომ აი ეს არ უნდა გავიდა რაღაც დრო
და მე დაინტერესა და მოbrunდა. შენ რო ადამიანი აეხლა ჩაფლულია მათემატიკაში, ინფორმატიკაში, კომპიუტერში, რაღაცა ბავშვია, გაიგე ვითარდება. და ამ დროს ამას ეუბნები რომ შუშანიკი უნდა ისწავლო ეს. შენ ამითი კი არ აყვარებ შუშანიკს. შენ ამითი კი არ აყვარებ ილია ჭავჭავაძეს. შენ ამითი კი არ აყვარებ აკაკი წერეთელს. პირიქით შენ აკეთებ მავნებლობას რა. აზიზღებ თავში და ეს კაცი არასდროს აღარ მოვა. ყოველთვის იქნება ქართული ლიტერატურისა და აი ამ გმირების წინააღმდეგ. ამიტომ ამბობ ძალიან ხშირად გამოდიან პოპულისტები, პოპულისტები და რომელიც ამბობენ რომ რას ლაპარაკობთ? ბავშვებმა სულ ეფხვის ტყაოსანი, აი რომ გამოდიან და მამაო ჩვენოთი უნდა დაიწყოს პირველ კლასში, მამაო ჩვენოთი, გამიგე? ღდელი უნდა მოვიდეს. რას იზამთ იცი? ჩემზე მორწმუნე, აი მაქედან ამ პარტაონებაში არ ჩამომართოს, აი პირდაპირ გამოვიდა 100-დან არც ერთი არ იქნება და 1000-დან რა. მაგრამ ქრისტესთან ადამიანი თავისით უნდა მივიდეს და არა ის რომ შენ რო დილას ბავშვი რომ მოვა სკოლაში დააყენებ, გამიგე და ისა რა ქვია, დააწყებინებ ლოცვას, შეაძულებთ ქრისტეს და ესე შეაძულა, იმა რა ქვია, რუსეთის იმპერიის დროს. რატომ მოხდა ეს რევოლუციები? რა იყო მაშინდელი ეს სემინარიები და ისინი საეკლესიო, ხო? ჯოხით ურტყავდნენ კაცო და ქრისტეს დაშორდნენ. აი ამაშია ლაშა საქმე რომ ჩვენ იმიტომ ლაპარაკობთ ამ თემებზე და ცოტა განსხვავებით და ასეც ვილაპარაკებ. მე პირადად და ვიცი რომ შენც ასე ილაპარაკებ რომ ის კი არა რომ ეხა პოპულიზმით გამოვიდა და თქვა რომ აბა ყველა ეკლესიაში ხუთი მღვდელი ყველა ვეფხვის ტყაოსანი ზეპირად არას ჩასაყვარლებო აი ბავშვს რომელსაც უნდა ეს ვეფხვის ტყაოსანი და ვატყობთ ხო და იმას მათემატიკა არ უნდა მე ვფიქრობ რა მერვე კლასის ზემოთ უნდა იყოს დიფერენცია მინიმუმ და 12 არაა საჭირო მაქსიმუმ 10 კლასი რა ხო დიფერენცია ვიღაცას უნდა აი ესეთი ტექნიკური საგნები რომელიც მოსწონს და სწავლობს იმას ვიღაცას უნდა როგორც იტყვიან ესე იგი აი ეს ქართული აი იმას თვითონ უნდა იმ ბავშვს გაიგე ვეფხვის ტყაოსანი თვითონ უნდა ეს აკაკი თვითონ უნდა ილია იმას უნდა ასწავლო პირიქით მე გეტყვი ხა ჩემი პირადი მაგალითიდან გეტყვი რა სკოლის პერიოდში როცა მე ვსწავლობდი სკოლაში ვეფხვის ტყაოსანს რო გავდიოდით ну რაც საზეპიროები მქონდა ეხლა მესმენითი მეხსიერება მაგრამ ძალიან მარტივად ვიმახსოვრებდი და კი ბატონო საზეპიროები მაგრამ გარდა იმისა რომ აი ნახეს უცხო მოყმევინმეში დამტირალი წლის აი ესეთ დონეზე მეტი მე ვეფხვის ტყაოსნის აზრია აბსოლუტურად ბოდიში და ფეხზე მეკიდა როცა ვიყავი ბავშვი და რაც მე ნაგინები მყავს თავარი იყო რომ ჩაგებარებინე ხო თავარი იყო იმას ორიანი არ დაეწერა კაცო შიგნი რა ეწერა ვინ უყურა რითმას ვიმახსოვრებდი იმიტომ რომ სმენითი მეხსიერება მაგრამ იმისი აზრი შიგნი რა იდორა არა მასწავლებელმაც მოისმინა ვარაკაი ბიჭია ისწავლა ხო ზეპირად იცის ხო და საქმე იმაშია რომ სანამ თეატრალურში არ ჩავაბარე მე აი თეატრალურში როგორც იხსნება ვეფხვის ტყაოსანი და როგორც მიდის ამასთან და ვეფხვის ტყაოსანი თუ არ წაიკითხე ისე როგორც ზღაპარი და ხო აი ზღაპარს როგორ უკითხავთ ბავშვებს ხო იყო და არა იყო რა ხო ანუ თან იყო და ანუ მოგონილიაო რა აი ესეთი იმითი თუ არ წაიკითხე ვეფხვის ტყაოსანი გამოდის ნახეს უცხო მოყმევინმეში დამტირალი წლისაფრისა და რა მარტო ისევე როგორც ისა რა ქვია მამაო ჩვენო რომელი ხარ ზადაჟინა წმინდა არ შეიძლება გაიგე ხა კაცი აბარებს მაგალითად გპ-ში გამიგე და კაც შენ ჭრი იმაში რომ ვერ დაწერა ოთარანთ ქრის ისა შინაარსი ნუ ანუ მერვე კლასელ ბავშვს როსთ ხო ქალთა სახეები ჩამოგიყალიბოს ვეფხვის ტყაოსნიდან აი ხო აი რანაირ ის არის ესატო აი მე არ მესმის ეგეთი რაღაცა ეხლა დავიწყოთ მოდი აი ამ პრობლემას ჩავუგმავდეთ ეხლა ჩვენ კაკრას აი ზუსტად იქ ჩახვედი სადაც მე მინდოდა ჩასვლა რა ეხლა აი დაწყებით ის ჩვენ იაკობ გოგებაშვილი დავაბრუნოთ უნდა დავაბრუნოთ კი ბატონო ანბანის თემაში ანბანის თემაში დავაბრუნოთ იმიტომ რომ კარგად აქ იქა თოხი თ ისა რაღაცა აი კარგია ძალიან კარგია მაგრამ ეხლა უყურე და შემდეგ რითი აინტერესებ ბავშვს ვერ აინტერესებ იმიტომ რომ ბუზი ბზუილათი ბავშვს ვეღარ აინტერესებ მე 21 საუკუნე 22-ეს მიჯნაზე ვარ უკვე და შენ სკოლაში უწერია ბავშვს ბუზი ბზუილა ბავშვს რომელიც 6 წლის 7 წლის ასაკი უკვე სახში რომ მოვიდა ჩართო და იქ შურის მაძიებლებს უყურებს
ვიმეებს უყურებს, აირონმენი, ბეტმენი, ისმენი, ესმენი, რაღაცეები გამიგე და იმას შენ არაერთ აინტერესებს სკოლაში მუზიკა მაგაზე აი გამაგებინე აი ურემი მაგალითად ხო რა არის იცი 40-50 როდესაც მართლაც იაკობ გოგებაშვილმა ეს წყინვალე დედაენა შექმნა ხო მაშინ მანქანა არ არსებობდა იყო ურემი და ვიღაცას რო ეცინება ურემი მაშინ იყო ყველაფერი ეს ურემი იყო რა დღეს ბავშვების 90% ეს ურემი აღარ უნახი არ იცის იმიტომ ბავშვის ბრალი არ არის ჩემო ზოგმა იცის ხოლმე არ არის ეს ბავშვის ბრალი იმიტომ კი არა ნორმალურ განვითარებულ სოფლებში აღარ არის ეს ურემიც რა აღარ არის ამიტომ არის ტრაქტორი მაგალითად არის რაღაცა სხვა ხო და შენ ახლა უკვე ბავშვი ცოტა თუ არ გაახალე უნდა გაახალდაზო რაღაცა ახალი სისხლი იმიტომ რომ მესმის კარგია იაკობ გოგებაშვილი აბგდვზთ ამბავში როგორ სწავლობს როგორ თოხი ჯამი ჭურჭელი ისა ის გასაგებია ის უნდა იყოს მაგრამ აუცილებელია იმის რაღაცა დონეზე შეკვეცა და რაღაც ახლის ისა ისავლა ბავშვმა წერა ახალი რაც დაამატეს მთელი უბედურება რა არის იმდენად სისულელე დაამატეს ახალი აბსოლუტური ბრიყო სრული სიგიჟე აი ეს ვითომ ქართულ იმაზე გადაწყობილი რაღაცა იდიოტიზმები აი თორე ეხლა მართლა კიდე აი მაგაზია ზუსტად ლაშა საუბარი რომ ჩვენ საუბრობთ ხოლმე აი ხა ჩვენაზე საუბრობთ რა თემებზე რა აი ამაზე უნდა მიდიოდეს ფართო დისკუსია რა წლები გადის არაფერი არ იცვლება რა აი მარტივად გეუბნები არაფერი არ იცვლება ვერ მაინტერესებ აი პატარა ეს სკოლაში მარტივად გეტყვი ბავშვებს აკარგინებენ დროს აბსოლუტურად ეს არის ბავშვების დროის დაკარგვა და ეხლა გირჩისგან ვარ აი აბსოლუტურად სხვადასხვა პოლუსზე ვდგავართ მე და გირჩი რა აბსოლუტურად ბატონო მაგრამ მე მათ ვეთანხმები ერთ რამეში აი ამ ერთ რამეში რომ დღეს სკოლა ეს არის ჩვეულებრივი სისტემა ციხის სისტემა სადაც გეუბნებიან რომ აი ეს უნდა ისწავლო გინდა თუ არა ეს ხო აი ეს უნდა ისწავლო გინდა თუ არა ხო ეს რუსული უნდა ისწავლო სიტყვაზე ან ინგლისური უნდა აქაც რა მიეცი არჩევანების საშუალება იქნებ კაც ფრანგული უნდა რა იქნებ ჩინური მინდა ვაფშე ჩინური მინდა რა გამიგე მიეცი ადამიანს კიდევ ერთხელ ვამბობ თავში როგორ თქვი არჩევანის უფლება მიეცი კაც რომელსაც უნდა მათემატიკა ხო იმას გეოგრაფია არ აინტერესებს შეიძლება რა და არ იცოდეს ახლა ეს ყველა შეიძლება არ აინტერესებდეს და დასვა და მოასმენინო ის რომ ზოგადი განათლების თვალსაზრისით ახლა იტალიის გვერდზე რო თქვა გერმანია ან საფრანგეთი ან რაღაცა რა თემა იცი მაგას ამის როდესაც დაჩემო გამოაყოლო ეხა ჩადაზე როცა დაჭირდება გაიგებს რა თუ დაჭირდა გაიგებს თუ არ იცის კაცმა დღეს მაგალითად რო ისა რა ქვია იტალია გერმანია ევროპა არ იცის აი მარტი მაგალითად მაგრამ თავისი საქმე იცის არ სჭირდება აჩიკო უყურე მაგ ინფორმაციის უყურე ეხლა მოვიდა ესეთი დრო მობილური ტელეფონი აგუგლავს და მორჩელი ამბავია არც უნდა დაგუგლა უყურე ხელოვნური ინტელექტები აქვს ყველას კომპიუტერში ჩაშენებული უკვე პროგრამულად უკვე ხმით ეკითხები პირდაპირ და ის პასუხობს ამომწურავ პასუხს ყველაფერთან დაკავშირებით რაც კი დაგაინტერესებთ ხო ანუ სკოლაში მოვიდა ბავშვი პირველ კლასში ასწავლე იაკობ გოგებაშვილით კი ბატონო ასწავლე და უცბად წავიდა წერა-კითხვა ისწავლა უკვე ბავშვმა იცის როგორ წაიკითხოს უკვე რაღაცეები და რას თავაზობ ბუზი ბზუილა სახში მივიდა უყურა ბეტმენს, სპაიდერმენს, იმას, ამას, დოქტორ სტრეი, რაღაცეები რა მილიონი რაღაცო ეგენი. მოვიდა სკოლაში და ბუზი ბზუილა აქვს ჩასაბარებელი მასწავლებელთან. აი რა, რითი აინტერესებ ბავშვს? ვერ აინტერესებ ვერაფრით. მე ვამბობ, აი 80-იანის ბოლო, 86-7-დან დაახლოებით 2005-6 წლამდე, ვინც კი დაამთავრა სამედიცინო უნივერსიტეტი, იქიდან 70-80% გასაყრელია ექიმობიდან, იმიტომ რომ არ დაუმთავრებია თავისი ჭკუით. მიცა ჩაუდო, აიღო ბილეთის არა. და ჩათვლა აიღო. ამას ეხა დღეს ჩვენ ვიმკით. ჩვენი ის რა ქვია ხელოსანი ჩემთან რემონტს ვაკეთებდი რაღაცა და დამჭირდა ხელოსნები მყავდნენ მოწვეულები და ნუ დაიკარგა ეს კაცი კაცო გავიდა ერთი კვირა 10 დღე და სადაც მეთქი მოვიკითხე რა გამიმთავრე ეს რაღაცა რაც დაიწყე ხო ეხლა
ქუთაისის საავადმყოფოში დაუწვენია ბავშვი, აბსოლუტურად სხვა დიაგნოზით, სხვა რაღაცაზე დაუწყეს მკურნალობა, ამან სანამ თან არ ატანდნენ ბავშვს, უყურე რეანიმაციიდან ბავშვს აღარ ატანდნენ, გამიგე? მე ამან იჩხუბა, გიჩივლებთ იმასვით და ამასვით და გადმოიყვანეს აქ თბილისში რამდენი აქ საერთოდ სხვა რაღაცა დაუდგინეს ბავშვს, უმკურნალეს 5 დღეში გამოვიდა ბავშვს იაშვილის კლინიკაზე ახლა ზუსტად რა შემიშავს აღარ ვიცი არ მინდა სახელების დასახელება არა ოფიციალურად რომელი ინფორმაციაც იყო რომელიც გავიდა ყველაფერი რომ 15 ბავშვს რომელსაც უკეთებდნენ ქიმიას ჩაიყვანეს თურქეთში და არც ერთ საჭიროა არ აღმოაჩნდა სიმსივნე ხო რამდენი არის ახლა მე უბრალოდ სახელდაგვარს აქაც არ დავასახელებ ჩვენი ახლობელის ადამიანის რომელსაც კეთილთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა და აქ უკვე რამის ქიმიის კეთება დაუწყეს და გადარჩა იმითი რომ გერმანიაში გააგზავნა სისხლის ანალიზი და აღმოჩნდა რომ გერმანელები მოუთხრეს რომ გიჟები ხო არა ხართ ამ კაცს არ დაუწყოთ ქიმია თორე მოკლავთ ანუ რამდენია მსგავსი მაგრამ აი ზუსტად ამაზეა საუბარი ლაშა რომ აი ამ თემებზე რაც წინაც ვისაუბრეთ მაგალითად კაზინოები ეხლა ვსაუბრობთ განათლების სისტემაზე ხო წინასწარში გარკვეულობა ხო რომ ჩვენი ხელისუფლება არ მუშაობს აი ამიათ გამოსასწორებლად იზიასი ზავს მაგალითად სამედიცინო თემაში თურქეთი რო ჩვენ გაგვასწრებდა სადმე რამეში გეგონა როდის ეს კიდე ეხლა ეს კიდევ რისი ბრალი შევარდნაძემ დროს ძალიან ლაითად დაიწყო ეს თემა ძალიან ლაითად მაგრამ სააკაშვილის აი ეს ყველაზე ერთ-ერთი მავნებლური თემა რა მავნებლური თემა რამაც გადაინაცვლა ახლა ქართულ ოცნებაში უკვე აი რასაც დღეს უკვე ქართული ოცნება სერიოზულად აკეთებს რა რომ ესე იგი კაცო ექიმი მიდის სააკაშვილი სადღაც საავადმყოფოში და ეს ექიმები და რაღაცა და პრაქტიკულად თავისი პოლიტ ისინი რა ქვია პარტიის მხარდამჭერებად აქცია მაშინ მთელი ეს ექიმები და ჯგუფი რა ექიმების რა მე რა იყო ახლა რომ მე ბევრმა ექიმმა მითხრა მაშინ რა ვიცნობ რომ საერთოდ წავიდნენ რა რომ კაცო მე ვარ ექიმიო რა მე უკაცრავად მაგრამ სულ კიდიაო რა ნაციც ქოციც ისიც ისიც რა ჩემი საქმე არის ერთი რამე ადამიანს უმკურნალოო რა და ამ კურნალობაში ფულიც უნდა აიღოს რა ახლა ზოგ მაიცის ხოლმე ესეც ძალიან არასწორია ხო მოგისმენთ ახლა რა თქმა უნდა ახლა კაცი თუ წაიქცა და რაღაც აღარაფრის საშუალება არ აქვს ექიმი კი არა ადამიანი ხარ და გაუკეთებ ყველაფერს უსასყიდლოდ მაგრამ მეორე თემა ისიც უნდა ვიცოდეთ რომ ექიმიც იმიტოს სწავლობს ის 10 წელი და იმიტოს შრომობს და იმიტოს წვალობს და ამხელა რისკის ქვეშ იყენებს თავის თავს რომ იმან ფული უნდა აიღოს რა და ოჯახში რომ მივა მშიერი ბავშვი არ უნდა ყავდეს დასასვენებლათაც უნდა გაუშვოს და ყველაფერი ხო ამხელა პასუხის გავლობას თავის თავზე ხო მაგრამ სამწუხარო აი ესაც ეგ არის რა ლაშა რა ჩვენთან რომ ხელისუფლებაში ვიღაცა რომ მოდის გონია გაიგე გონია ამ კაცს რომ ესე იგი ეს ექიმია თუ მასწავლებელია თუ ლექტორია როგორ ძმაო ჩემი მხარდამჭერი უნდა იყოს რა თუ არ იქნება და გავწადი გაგაგდებ რა სხვას მოვიყვან და სხვა რომ მოყავს ეს არ უკვე უტყვინო გამიგე ჭკვიანი კაცი ამას არ დათანხმდება არც ექიმი არც მასწავლებელი არც ნებისმიერი კარგი პროფესიონალი ლაშა ვისაც თავის თავში თავდაჯერება გააჩნია ხო არც ერთი არ იქცევა რომელიღაცა პარტიის ტაშის ყრელად რა არც ერთი ხო და აი ძალიან მცლად კი გავშალეთ ეხა ჩვენ ეს თემა მაგრამ საქმე მაინც მინდა რომ შეჯამება გავაკეთოთ თუ აღარ გადავღალოთ ჩვენი მაყურებელი იმიტომ რომ ორი რამე აუცილებლად არის მოსაგვარებელი პირველ რიგში რაც შეეხება სწავლა-განათლებას რა სკოლებში ერთი ის რომ აუცილებელია რომ იქ უნდა გქონდეთ ყვება ბავშვებს უფასოდ ერთჯერადი ხო ერთჯერადი სასახად ხარისხიანი ერთჯერადად რომ ან 12-ზე ან სავარაუდოდ 12-ზე მაგრამ ნუ ორჯერადი თუ იქნება თათ უკეთესი, მაგრამ მოდი დავიწყოთ ერთჯერადით და იქნებ რაღაცნაირად მოვაგვაროთ ვიღაცა იქნებ გვისმე სულსი, შმულსი, რა ყველაფერს უსმენენ ეგენი და იქნება და გვისმენენ ხო თან აკვე გეტყვით რა, განსხვავებით ვიღაცებისგან მე და ლაშა პირდაპირ შეგვიძლია ეს თქვათ რა.
არც იმისტები ვართ, არც ამისტები ვართ და არც იმის რომ ჩვენ უნდა მოვიდეთ ხელისუფლებაში, არ გვინდა ძმო. არ გვინდა ძმო, დაგვანებით. გააკეთეთ უბრალოდ ის. ვამბობთ რომ გვინდა კარგად ვიცხოვროთ ჩვენივე ქვეყანაში და გავაკეთოთ ისე რომ ვიცხოვროთ ჩვენ ქვეყანაში კარგად. თავრობა იქნება ოპოზიცია თუ პოზიცია, სულ არ მაინტერესებს. და განსხვავებით თქვენი რამიშვილებისგან და იმის და პროპაგანდონები ვერ ვიქნებით ვერასოდეს რა. არავისი. ხო და მიშას დროს მიშაზე ვამბობდი თქვენ ხართ ახლა და თქვენზე უნდა გითხრათ რაც არ მომწონს. აბა ახლა იმას რა უთხრა რა იმაში ყავთ სამწუხარო. ახლა მაია პატარაა ისედაც არ მომწონს. აი შევეშვათ მაკავს თავისი გაჭირვებია, მაგრამ მე მინდა თქვა ესეთი რაღაცა რომ რაღაცა არის შესაძლებელი რა. ბავშვი რომელიც სახში უყურებს იმ პადინგტონს და დისნეის მულტფილმებს და რაღაცებს და შენ სკოლაში მოგდის და მე ბოზიბზუილას ისტორია უნდა მოისმინოს იქ არ ისწავლის ის ბავშვი ვერ ისწავლის და არც დააინტერესებს და ვერ დააინტერესებს მერვე კლასის ბავშვს არ უნდა მოსთხოვო შოთა რუსთაველში ქალთა სახეები დამიწერე ეხა თემა ვერ დაგიწეს იმიტომ რომ ის არის მერვე კლასელი ბავშვი და იმან არის რომელსაც უნდა ინფორმატიკაზე ჩაბარება ინფორმატიკაზე უნდა გამოვიდეს და პროგრამები უნდა წეროს ხო იმას ეხლა იმისი რა ქვია რას ეძახიან მაგდანას ლურჯას და ოთარანთ ქრუის ისინი არ უნდა მოთხოვოთ რა დაწვრილებით დაწერა შინაარსობრივად თემის რა ვარავინ არ ემოს უნიკალური ლიტერატურა გვაქვს ქართველებს ჩვენზე მდიდარი რა ვიცი შეიძლება არ ხოდეს თელ სოფლიოში არავის ხო მაგრამ ესეც ადამიანის ნახე ესეც არის ადამიანის თავისუფალი არჩევანი რა არ შეიძლება რაც მეც დააძალებ მitmet შეაზრდებ აბსოლუტურად რაც მეც დააძალებ რომ შოთა რუსთაველი უნდა ისწავლო ზეპირათო მitmet შეაზრდებ რაც მეც უბრალოდ შეიძლება მართლაც აი რაღაცა ესეთი იყოს აი როგორც ლექციის სახით აი ესე განსჯა რა წავიკითხეთ განვიხილეთ გავი არის შენი აზრი თუ გაქვს გითხარი შენ რას ფიქრობ ამაზე აი ადამიანმა რომ აქ იგრძნოს ის კი არა რომ ამას თუ არ ჩააბარებ ეხლა საშემოდგომო მერე ისა მერე სკოლიდან გაგრიცხავთ მერე ვაფშე და ბოლოს საერთოდ ციხეში გაგიშვებ აი რა და ვაფშე უმშევარი დარჩები ხო რაღაცა რა ეს მეორე მომენტი კიდე მშობლებო პრობლემა მოდის უკვე თქვენთან მოდის ყველ ჩემთან მეც შემთავაზეთ ჩვენ მშობლები ვარ და ამიტომ თემა არის ისეთი რომ ყველა ადამიანი შეიძლება რაღაცა გამოგვეპაროს მაგრამ თავშივე აპრიორში რომ ხელებს იბანს კაცი და ამბობს რომ მშობლები არიცნობენ საკუთარ შვილებს რა თქმა უნდა არა აპრიორში ხელებს იბანს და ამბობს რომ ან მარტო სკოლამ ან მარტო მთავრობამ ან მარტო მასწავლებელმა ან მარტო არა შენ მშობელი ხარ შენ არავინ არ დაგაძალა რომ ბავშვი ყავდეს ხო ადამიანს ხო ის ხოთა შორის ერთ-ერთი ეს ამერიკელი ამბობდა იცი რა ძალიან კაი მშობლები არიან გადასულები ბოდიში არ დაგავიწყოთ მშობლებს კიდე რა იცი ცუდი ისა ბავშვებს ავალდება აი ბავშვი ვალდებულია ის შენ გინდოდა ბავშვი გაიგე ბავშვი არაფერი შენი ვალდებული არ არის შენ ხარ ვალდებული იზრუნო მასზე ბატონო უყურე ხარ მშობლები დღეს გადასულები არიან ბავშვის გაზრდაზე და არა აღზრდაზე სხვადასხვა რაღაცა გაზრდაზეც არ არიან სამწუხაროდ იმ გაზრდაზეც არ არიან აღზრდა საერთოდ არა ნახე რა გაზარდო ისო რასაც ამბობ ბავშვს და მე მესმის რთულია შენ რასაც ამბობ აღზრდას რასაც ამბობ ლაში აღზრდა რომ აღზარდო შენ თვითონ აღზრდილი უნდა იყო აბსოლუტურად ეს დაარტული რამეა რა არა მე რას ვიძახი აჩიკო უყურე მაგრამ ზოგი გაზრდაზეც არ იცნობ საკუთარ შვილს დედაჩემიც მუშაობდა მამაჩემიც მუშაობდა და გამოვლილი აქვს 90-იანი წლები და ვისაც ეგ პერიოდი აქვს გამოვლილი ყველა მიცის რომ აი ქვები დაღეჭა ხალხმა რომ რაღაცა ეშოვა რომ სახში მიეტანა საჭმელი ქონოდათ ელემენტარული სახში ჩემი მთელი სადარბაზო საარსებო წყარო რაღაცა იყო იმაში მე-12 სართულზე ცხოვრობდი გარეთ გვედგა ისა რა ქვია მთელ სადარბაზო მთელი იმისი სადარბაზოს 5 ოჯახი ცხოვრობდა იმ სადარბაზოზე ერთი გარეთ გვედგა ფეჩი რომ შუქი რო არ იყო იმ ფეჩს ზე გაგვეკეთებინა საჭმელი ხოლმე მთელ სადარბაზოს 2 საათი იყო ის შუქი კაცო მე-9 სართულზე მოდიოდა მე-9 სართულამდე ამოდიოდა წყალი და დედაჩემის ნათლიას იქვე ცხოვრობდა მეზობლები ვიყავით გასაღები დედაჩემს ქონდა იმის სახლის რომ ჩასულიყო ის არა 90-იან წლებზე უარესია დღეს სიტუაცია მაგრამ გავზარდეს ჩვენმა მშობლებმა რაღაცნაირად გვასწავლეს რაღაცეები და თან კონტროლის ქვეშაც ვყავდით
რაღაც გაგებით რომ არ წავსულიყავით როგორც თვითონ ამბობენ ხელიდან. ხო, ასე. დღეს კონტროლის სხვაგან გადაინაცვლა, კონტროლმა გადაინაცვლა ტექნოლოგიებში, ამიტომ კეთილი ინებეთ დაუწესეთ თქვენ შვილს რაღაცა გრაფიკი, რაღაცა პროგრამები არსებობს, რომ შენი საკუთარი ტელეფონი და შეგიძლია იმის ტელეფონი გათიშო. თორე დღეს ხო ხედავ რაღაცა რა. დღეს ხო ხედავ, საიდან მოდის ის რო იზახ ნარკომანია ესე. ტელეფონზე შედის კაცი და წამოს უკვეთავს, მიდის მერე იღებს კაცი. კი ბატონო. 1000 ეს ტელეგრამ არხები და რაღაცები. და მათ შორის კიდევ აზარტული თამაშები. რავი, დღეს მე მგონი ლაშა საკმარისი იყო და ბოლოს ისევ მიმართოთ რა ჩვენს მენელებს მე ვიტყვი რა, რომ ჩვენ ახლა აქაც რაც არის და სიმართლეა იმას ვიძახით. გვეუბნებიან ხოლმე ზოგი გვეუბნება ირით დაგეხმაროთ როგორ დაგეხმაროთ, ისევ იგივეს ვამბობთ ყველა ჯერზე, რომ ესე იგი არანაირი ისა დახმარება ჩვენ არ გვინდა ფინანსური. იმიტომ კი არ გვინდა არამედ ბევრი გვაქვს. არა, უბრალოდ მეც და ლაშაც ვფიქრობთ, რომ სადაც ბავშვს უჭირს, სადაც აი ახლა ლაშა მისაუბრა და რომ ონკოლოგიური პაციენტი, რომელსაც დახმარება ჭირდება, ხო? აი მაგ ადამიანებს დაეხმარეთ ბავშვებს, დაეხმარეთ თქვენ გვერდზე გაჭირებულებს. ჩვენი დახმარება იქნება ერთადერთი, ყველაზე მარტივი, რაც გითხარით, რომ ესე იგი მეტი მოწონება, თქვენი მეტი კომენტარები და უბრალოდ უყურეთ YouTube არხზე ჩვენს გადაცემს. აი სადაც Facebook-ზეც რო შეგხვდებათ, ხო, ლინკი YouTube-ზე გადადეთ. აი ეს იქნება ჩათვალეთ თქვენი ჩარიცხული ფულიც, თქვენი დახმარებაც და ყველაფერი ერთად აღებული ჩემო საყვარელო. ამ შემთხვევაში და მე ფულს და ლაშა ვერ გამოვაკავართ მე თუ მაშინ, როდესაც კაცი არის ლოგინზე მიჯაჭვული. ვერ გამორიცხულია. ჩვენ მეგობარ ძალიან კარგ გოგონას, ძალიან ნიჭიერს, მოცეკვავე ადამიანს ჭირდება თქვენი გვერდში დგომა, ჩვენი ყველას გვერდში დგომა. მე დავდებ ახლა გამოვაჩენ ეკრანზე მის მას რა ქვია ანგარიშის ნომრებს, მის მონაცემებს იმას და მერტი შეგეწევათ ასეთ საქმეს. რამოდენიმე ოპერაცია გაიკეთა, მოკლედ და საქართველოში უკვე ვეღარ შველიან იმ გაგებით რომ აქ არ არის რაღაცები სამწუხაროდ და არის აუცილებელი მისი საზღვარგარეთ კურნალობა, რასაც დამეთანხმებით რომ ძალიან დიდი თანხები სჭირდება. ამიტომ მე დავდებ გამოვაჩენ ეკრანზე ამ ადამიანის რეკვიზიტებს და ლარიც და რაც ნებისმიერი დახმარება რა მატერიალური მისთვის ძალიან დიდს ნიშნავს და წინასწარ გიხდით ამისთვის მადლობას. რა ვიცი, აბა დავიშვილოთ მაშინ. კარგად გზავნებოდეთ, კიდევ ერთხელ subscribe არის იქ YouTube-ზე, subscribe YouTube-ზე, Facebook-ზე follow და TikTok-ზეც follow. და მომავალ პარასკევამდე და თუ შეიძლება როგორც წინაზე გითხარით თემა, რა თემის განხილვა გინდა ჩვენ ვაპირებდით საუბარს ავარიებზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და ერთი თემა ეგ გვიქნება და შემდეგი თემა თქვენ შემოგთავაზეთ რა გნებავთ რომ გავშალოთ როგორც ამ შემთხვევაში თამაშის თემასთან დაკავშირებით მოითხოვა ერთ-ერთმა ჩვენმა მაყურებელმა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით რომ ესე ჩართულია ჩვენთან. მადლობა ყველას. კარგად გზავნებოდეთ.